ახი მე მინდა შეგახსენოთ, სადღაც რადიოში მოვისმინე ამას წინათ, გული გამის ამარჩენებზე ხო არ აპირებდა, მაგრამ ასაკი არ ქონდა, აპირებს ასევე საპრეზიდენტო კანდიდატი. სხვათა შორის მან ჩემთან ეთერში გააკეთა ეს ტელეკომპანია იმეჩი. მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ყოფილიყავი კახი კალაძის კონკურენტი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კახი კალაძე სააკაშვილის მხარდამჭერების რიგში იდგა. სტუმრად გადაცემა პრაიმ ტაიმში ფეხბურთელმა ვარდებით მოსული ხელისუფლების წარმატებებზე ბევრი ისაუბრა, თუმცა მმართველ გუნდს მინუსებიც გაუხსენა. პრეზიდენტმა მაშინ კალაძის ნათქვამი უპასუხოდ დატოვა. ეს გამოუძიებელი საქმეები, გამოუძიებელი არა, მაგრამ კონკრეტულად მაინც არ იქნა გახსნილ თუ გინდ გვირგვლიანის მკვლელობა. ხო არ გააკეთებ პრაიმე კომენტარს კარგი. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, იყო წარუმატებელი ბიზნეს პროექტი საქართველოში და 2 ავტოგოლის საფეხბურთო კარიერაში, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში კალაძეს სულ უფრო ხშირად უხსენებენ. მე ბოდიში მოვუხადე ქართულ გულშემატკივრებს, იმიტომ ეს იყო შემთხვევა. თუმცა ეს სირცხვილია, იცით რა არის ქართველებო? სირცხვილი არის ჩვენი ქვეყნის თავარსარდალი. გორში იმ დროს, როდესაც ქართველი ახალგაზრდები იღუპებოდნენ, ჩვენი ქვეყნის თავარსარდალი სადღაც მუხლებზე დაჭრილი რო დარბოდა. აი ეს არის სირცხვილი. მაესტროს ეთერში პირდაპირ ჩართვისას ფეხბურთელი პოლიტიკურ განცხადებებს აღარ მორიდებია, თუმცა წავა თუ არა დიდი ფეხბურთიდან დიდ პოლიტიკაში პასუხი ჯერ ისევ არ აქვს. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი არაფერი არ არის. ჯერ ჩემ საფეხბურთო კარიერას ვაგრძელებ, გუნდთან მინათან კიდე მაქვს კონტრაქტი 1 წელი. მე ვფიქრობ, მე მივიღებ გადაწყვეტილებას თუ რას ვიზავ, წავალ პოლიტიკაში თუ გავაგრძელებ, ალბათ არ ვიცი. კახი კალაძეს მმართველმა გუნდმა პოლიტიკური კულტურა დაუწუნა. ნაციონალური მოძრაობა მას ფეხბურთში დარჩენას ურჩევს. ყველაზე ცუდი საკითხი არის ის, რომ საქმის პროფესიონალი ფეხბურთის იწყებს უკვე პოლიტიკაზე საუბარს. ეს ამას სხვა განათლება ჭირდება, სხვა ცენზი ჭირდება, რომელიც როგორც ამ ინტერვიუდან ჩანს, კალაძეს არ გააჩნია. ამიტომ უკეთესი იქნება, ცოტა მეტი იმედს ადინოს ამ მიმართულებით, რომ თავისუფლება მისცეს, რაიმე განცხადება გააკეთოს. კალაძის თემით ქართული მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რუსულ სპორტულ გაზეთში მისი ინტერვიუ დაიბეჭდა. ფეხბურთელი ამბობდა, რომ სააკაშვილის პირობებში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების შანსი 0 იყო. ექსპერტთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ კალაძესა და ხელისუფლებას შორის ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა მისი ბიზნეს პარტნიორი ზურაბ ნოღაიდელი ოპოზიციაში წავიდა. კალაძე საქართველოში დაბრუნებას მაისის ბოლოს აპირებს. პოლიტიკაში წასვლის შესახებ კი გადაწყვეტილებას საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მიიღებს. ოცნებობდი გამოსულიყავი ფეხბურთელი და ბოლოს გამოვედი პრეზიდენტი. ამ კაცმა მოახერხა, რომ გამოსულიყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი სპორტსმენი და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ცხოვრებაში და ეხლა შეიძლება გახდეს პრეზიდენტიც. აი ეს არის მისი ძირითადი უპირატესობა ჩემთვის.